Hi guys, და დღეს თქვენი თხოვნით ვიღებ ძლივს ვიდეოს, რომელიც იქნება საჩში. ძალიან ბევრი თქვენგან მითხოვდა, რომ გადამიღო ვიდეო, საჩში ვიდეო, რომელიც იქნებოდა თან საჩში, თან საინტერესო, თან სასაცილო და ამიტომ მე ყველა მიცით ეს აკაუნტი რო არის Georgian Horror და დღეს თქვენთან ერთად ჩვენ ვუყურებთ ამის ერთ-ერთ ანიმაციას. ოღონდ მინდა გაგაფრთხილოთ წინასწარ, რომ თუ ხართ 8 წელზე დაბალი, როგორ ვთქვა ხა სწორედ. მოკლედ, თუ თქვენ არ ახართ 8 წლის, გირჩევთ არ უყუროთ ამ ვიდეოს, ანუ 8 წლიდან ზევით უყურეთ, რა ხვდებით, მე მაინც ღამე არ დაგესიზროთ და რაღაცები პატარებს და ამიტომ ხო. მოკლედ ამ ვიდეოს უკეთებთ პატარა შეზღუდვას, იქნება 8+ და ანუ ხო მოკლედ დანარჩენი არ უყუროთ. ესე იგი მე ავარჩიე ყველაზე მოკლე ვიდეო, იმიტომ რომ არ მინდა რომ ძალიან გრძელი იყოს ეს ვიდეო, იმიტომ რომ ჩემი კომენტარები არის 50 წუთიანი სადღაცა. და ამიტომ ავარჩიე აი ეს ანიმაცია, საჩში ანიმაცია მეზობელი ბებო number 1 და მოდით ვუყუროთ გამოსულია 4 წლის წინ. აქვს მოიცით ამოვიწათ რიცხვი. აქვს 114,000 ნახვა და მოდით ვუყუროთ. სამი დავიწყებთ, მინდა გითხრათ, რომ ანუ თვითონ ეხა არ ჩანს ძალიან საჩში, ანუ უყურეთ როგორ გამოიყურება, ანუ ძალიან საჩშად არ ჩანს რა, ხო ხვდებით. და მოდით, კაი, მოკლედ ვთავთ. KFC ფესტი. არჩიეს სასურველი სოლო-ბასკეტის დაიწყო. არა, მეორე რეკლამა. ჩემ ვიდეოებს რო უყურებთ, თქვენც გიგდებთ სულ რეკლამები? მე რა ვიდეოს ცალნა უყურე YouTube-ზე, სულ მიგდებს 90 რეკლამას. რა ლამაზი ინტროა Georgian Horror, ანუ აი შეხედეთ უბრალოდ რა ლამაზად წერია, კაი. ინტროს უწევთ რამდენს 10-დან 100, იმიტომ რომ მე მომწონს რავი ლამაზია და თან მუსიკაც ისეთი ადევს ჰორორის მუსიკა. გავაგზავნოთ. საჩში ანიმაცია ნომერი 1. საზარელი მეზობელი ბებო. სახელი მართლა მაგრად ჭირდება იმენა, კაი. გავაგზავნოთ. იმისთვის რომ ბოლომდე შეხვიდეთ ვიდეოს ატმოსფეროში, გირჩევთ გამორთოთ სინათლე და გაიკეთოთ ყურსასმენები. ყურსასმენების გაკეთება მაგრად მიზარება. სინათლე შემიძლია გამორთო, მაგრამ არა ფანწობა, ამიტომ ჯობია ავათოთ. მოკლედ თქვენ გამორთეთ სინათლე, გაიკეთეთ ყურსასმენები და ეგრე უყურეთ, უფრო ატმოსფეროში შეხვდეთ. ქალაქში სამუშაოდ ჩამოვედი და ყველაზე იაფიანი ბინავიქი. ой, მოიცადეთ პირველი წელს დავაყავზე. ძალიან სასაცილო ისა გახმოვანება, პროსტა. ეგეთი გახმოვანებები არის ხოლმე, კაი, TikTok-ში არის ხოლმე ეგეთი გახმოვანებები, ალბათ ბევრს შეხვედრეთ რა და ძალიან ისეთი, ანუ ძალიან სასაცილო გახმოვანება, კაი, მოკლედ იმ ზღაპრის გახმოვანებები ხოლმე ეგეთი ხმებით, მაგრამ კაი, ოკეი. ჟავე, საღამოს სახლში დაუბრუნდი და ეგრევე დასაცინებლად დავწექი. ისეთი დაღლი. რომ სხვა არაფრის კეთება არ მინდოდა. შუა ღამით დაახლოებით 3 საათზე კი გავიგონე რაღაც ხმაური, რომელიც ჩემს ზემოდან მარტო მივღადაობ, ეხა მითხარით გახმოვანებას, ძალიან სასაცილო გახმოვანება. ვაიმე მიშვერეთ ვიდეო. ანუ ეგეთი გახმოვანება აქვს ხოლმე ზღაპრებს რო უყვები ბავშვობაში, ეგეთი გახმოვანება ქონდა ხოლმე და ეხა მაგიტო ვიხევი, რომ აი მე მეგონა უფრო საჩში იქნებოდა, მაგრამ კაი. შემოდიოდა. პროზა თვალები, ანუ მხატვარს იმენა ძალიან დიდი რესპექტი, იმიტომ რომ საერთოდ არა საჩში, ანუ მეგონა კომედიის პონჩი შექმნა, იმიტომ რომ ძალიან სასაცილოა. თქვენ შუაღამისას ხო გიმოძრავებთ ეს მაღლა რო კიდია. შუქი ხო გიმოძრავებთ. მე მაგალითად კი, თქვენ თუ არა ხარ. რას გავაწყობდი? ბალიში თავზე დავიხურე და ცილი გავაგრძელე. მეორე ღამით ისევ ყველაფერი განმეორდა. ბალიში თავზე დავიხურეო და ცილი გავაგრძელეო, მაგრამ მეორე კადრში ჩანს რომ ისევ ძინავს აი ესე ბალიშზე. და გადავწყვიტე დილით ავსულიყავი მეზობელთან და მეთქვა რომ ღამით არ ეხმაურა.
ეხა უყურეთ, ეხა მე გასპოილერებ, თუ ეჭვი რაღაცა გამოხდება, ან ვიღაცა მოიპარავს, ან იარაღს ესვეს, ან რაღაც ეგეთი რა. ნუ ჩემი აზრით. კარი საყვარელმა მოხუცმა გამიღო და სტუმრად შემიპატიჟა. კარი საყვარელმა მოხუცმა გამიღო. აი ეს ქალი გავს საყვარელს, ანუ უფრო ფსიქოპატსა გავს და გიჩს. ეს ქალი საყვარელია ხა. ანუ მე დავებენი თქვენს რო შეგეპატიჟებათ ღამის 3 საათზე, თქვენს მაღლა მეზობელი სტუმრად ბებო, რომელიც ფსიქოპატსა გავს, თქვენ ხო შეხვალთ, მე კი ეხა მაგალითად თქვენი არ ვიცი. რადგან მყარად მქონა გადაწყვეტილი, რომ კაცრი საყვედური უნდა მეთქვა, მაგრამ ბებო სამზარეულოსკენ გამიძღვა და ჩაიდა ორცხობილა შემომთავაზა. მასთან ეს ორცხობილა? კარგით, არ მოშვებით ახლა, არ ჩვენ ვუსმენ და არ გავსჯით, მაგრამ სიამდვილეში გავსჯით, მაგრამ ოკეი. საუბრის დროს უეცრად ორცხობილის ნატეხი გადამცდა და ხველა დავიწყე. სუნთქვა აღარ შემეძლო, თვალებში უკვე მიბნელდებოდა, ხან ორცხობილას ვუყურებ. გავს. მე აი უბრალოდ იმის მე რო ხადაობ, რაც თქვა, რომ კარი საყვარელმა ბებომ გამიღო და აი ესეთი თვალებით იდგა ის ბებო რომ ნახო და მაგარი საყვარელია და ეხა კიდე იხრჩობა და ძლივს ხედავს და ბებო ესეთი დგას და აი იმენ ეგეთ სახით დგას, მაგრამ და არაფერს აკეთებდა. ბოლოს როგორც იქნა აი არ გამისტობული პროსტა. ანუ რაღაცნაირად ვიჟოღე და მეთქი მე მომედან და მაგრამ ეგრეა. მოიცადეთ. მოვახველე. ამოახველა ხო ასე ხართ რა. ბაზოში გამოვედი და მხოლოდ შემდეგ მივხვდი, რომ არაფერი მithქვამს ხამით ხმაურის შესახებ. ესე იგი, ეს ადამიანი ღამის 3 საათზე ავიდა მაღლა, ვიღაცა რანდომ ბებოსთან იმის გამო რომ ეთქვა რომ ხმაური არის და ბოლოს დაბრუნდა სახლში ისე რომ კინაღამ მოკვდა, იმიტომ რომ დაიხჩო კინაღამ და ეხა დაბრუნდა უბრალოდ სახლში, დაწვა ისე დაიძაბა, თქოს არც არაფერი. კაი. ცოტა შინაარსი ჩადეთ ხოლმე, კარგით? ამენ ასეთ იმებში. ღამის 3 საათზე ხმაური ისევ განმეორდა და გაბრაზებული წავედი მოხუც მეზობელთან. რამდენიმეჯერმე დავაკაკუნე, მაგრამ კარი არავინ გამიღო. სამაგიეროდ გამიღო მეზობელმა, რომელიც მოპირდაპირე ცხოვრობდა. რას ხმაური? თქვენს მოპირდაპირე მეზობელი გეღებთ კარებს, როცა სხვა კარში აკაკუნებთ? მე კი. და ამტლევ კარს ნორმალური ხარ? მე ერთი სართულით დაბლა ვცხოვრობ და მოხუცი, რომელიც აქ ცხოვრობს, არ მაცინებს. ძალიან ხმაურობს. თქვენს ის ლაპარაკობთ? მე კი, თქვენ თუ არა, ჩემიანი არ ხართ. ძიმე დაბიჯებს და თებშებს არ ახუნებს. შენ რას უკაკიშდი? ეს ფინა უკვე დიდი ხანია რაც სარიელია. მისი პატრონი 2 წლის წინ გარდაიცვალა. ამბობენ რომ ორცხობილა გადასცა როცა ჩაისვამდა. სულელური სიკვდილია. რა, არავინ არ ცხოვრობს? ანუ ეს ახლა საში ისტორია გეხვეწებით. ეს იგივენაირი ვერსია მაქვს მოსმენილი სხვა ენებზე მილიონჯერ ალბათ რა და ეს ახლა საშია? ანუ კაი, კიდე დარჩა რამდენი? 2 წუთი დარჩა კიდე. ძალიან მაინტერესებს ამ 2 წუთში რა მოხდება. ეს ბებო განსაცდელად თუ ისევ მოკვდება, თუ ეს ბიჭი მოკვდება, თუ რა მოვა, თუ ისევ ღამის 3 საათზე გადაწყვეტავს ამ ბებიასთან ასვას მეორე სართულზე. აი საკუთხეში. კი, მაგრამ მე ჩაიდავლიე მასთან. კი, უკასრავად უნდა წავიდე. არავინ არ ცხოვრობს, ჩაიდალია მაგასთან, ხო არ ეღადაობებით. ყოველთვის ერთი და იგივე ისტორია. ახალი მოსახლე იგივე ამბავი, სულ გაგიშდნენ. გადავწყვიტე გარეთ გავსულიყავი. ძილი გამიტყდა. სურვილიც არ მქონდა ბინაში დაუბრუნებულ. თქვენს ღამის 3 საათზე იმის გამო რომ ვერ იძებთ, გადიხართ გარეთ ქუჩაში. მე კი მაგალითად. ღამე გავუღუძო 5 საათზე და რო არ დამეძიოს, გავალ ქუჩაში და იქ ვიბოდიალე წრეებს ავარყავ. ვიყავი. მართლაც იმ ბინაში შუქი არენთო. ფანჯრები ძველი და იმ ბინაში შუქი არენთო. ღამის 3 საათზე თქვენ შუქი გინთიათ ოთახში? მე კი მაგალითად რა ვიცი, თქვენი არ ვიცი. მოუვლელი იყო. აშკარა იყო რომ ბინას არავინ უვლიდა. უცბად სხვა რამეს გავხედე და როცა ისევ ფანჯრისკენ გავიხედე, მოხუცი დავინახე. ის იდგა და საზრალად იცინოდა. ხელში გატეხილი ფინჯანი ეჭირა. მორჩა. ან
ანუ ეს ეხა რა, ეხა იქნება ჩემი კომენტარი და ალბათ მთლიან ამ აკაუნტს დავაბულინგებ ეხა. მოგიწონა ვიდეო თუ კი მაშინ გააზიარა social ქსელში და გამოიწერე ჩემი არხი. და მე მთლიანი ეს და მე ისევ მოდის ინტრო. აჰა. ესე იგი, ეხა ჩემი კომენტარი. პირველი ის ვაფშე იყო საში, ეხა მე არავისთვის არ ყავს საში ვინც უყურებდა. ეს უფრო ზღაპარს გავდავიდე რაღაც ისტორიას, მაგრამ კაი. მაგრამ ჩვენ ვუსმე და არ გავშით. ძალიან მაგარი იყო ხალხო, ისე შემეშინდა. ბავშვი სხვა სახში უნდა გადავიდე, იმიტომ რომ ხო ვფიქრობ რომ მეორე სართულზე მეც ვიღაცა მყავს და ვიღაცა დამიწევს ღამის 3 საათზე ბრახუნს. და მე მომიწევს მე ქუჩაში გასვლა და მე მეორე სართულიდან უნდა დავინახო ვიღაცა ბებო. მოკლედ თუ მოგეწონათ ეს ვიდეო და თუ გინდათ ესეთი მსგავსი ჰორორ ვიდეოები, მაგრამ ეს მე მგონი საერთოდ ჰორორ კი არა, კომედია ვიდეო იყო, მაგრამ თუ გინდათ რომ ნახო უფრო საშიში რამე ვიდეო და მაგაზე ჩავწერო რეაქცია, მაშინ გამომიწერეთ და ლაიქეთ ეს ვიდეო, გამომიწერეთ TikTok-ში და მადლობა რომ უყურეთ ამ ვიდეოს. ახლა კი ყველას გემშვიდობებით და კარგად.